საღამოშვიდობისა ეთერშია სამკუთხედის სტუდიაში ეკა კოსტეძე და ნინო ჯაფიაშვილი მუშაობენ. მედია და სასამართლო, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება. პარლამენტი, რომელიც გახდა ინსტრუმენტი მმართველი პარტიის ხელში. ხელისუფლება, რომელმაც ვერ უზრუნველყო ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ. ქვეყანა, რომელიც ნახევრად საომარ მდგომარეობაშია რუსეთთან. ამ შეფასებების ფონზე მიდის ნაციონალური მოძრაობა უკვე მეორედ საპარლამენტო არჩევნებზე. რატომ უნდა მისცეს ამ მომრჩეველმა ხმა ამ პარტიას? დღეს სამკუთხედის სტუმარია გივი თარგამაძე. საღამოშვიდობისა ბატონო გივი. და პირველი კითხვა, რით განსხვავდება დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა ძველი ნაციონალური მოძრაობისგან? ალბათ პირველ რიგში იმითი, რომ ყველამ ნახა, რომ ჩვენი სია არის ალბათ ერთადერთი სია დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებიდან, რომელიც არის განახლებული ალბათ 70%-ით და მე ვფიქრობ, რომ ეს არის თვალშისაცემი განსხვავება, უпростоრად მე ვერავინ ვერ დამისახელებს სხვა პარტიას, რომელმაც ამდენი სახე გამოცვალა და ჩვენ სამწუხაროდ ყველა სხვა პარტიაში ვხედავთ ძალიან ძველ სახეებს, ძველი სახეები არიან პოლიტიკოსები და რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში. სამაგიეროდ თქვენ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? განახლება ეს არის ის, რაზედაც მუდმივად აპელირებთ, მაგრამ არის თუ არა განახლება, იყო თუ არა თქვენ შემთხვევაში განახლება თვითმიზანი და რითი ჯობია ახალი სახეები ძველ სახეებს? ეს არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. გამოცდილება, რომელიც თქვენ ახსენეთ, სამწუხაროდ ხშირად ძალიან მძიმეა ჩვენ პოლიტიკაში. თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრების გამოცდილებაც მძიმე იყო. საერთოდ ქართული პოლიტიკური სპექტრი ძალიან დამძიმებულია გამოცდილებით ზოგადად ვიძახი. რაც შეეხება ჩვენ არ გვყავს ასე ვთქვათ, ხოლმე ის სახეები, რომლებიც ჩაანაცვლეს დღეს წარმოდგენილებმა, არ გახდნენ ძველი სახეები და ასე ვთქვათ, არ მიდიან არსად, იმიტომ რომ ისინი სხვაგან გადაინაცვლებენ არანაკლებ საპასუხისმგებლო ადგილებზე და ისინი აგრძელებენ გუნდში მუშაობას. ამიტომ ასე ვთქვათ, არ ხდება მათი ჩამოცილება და უარესთქმა მათზე, როგორც ასე ვთქვათ, გუნდის წევრებზე რაიმეს გამო. განახლება პარლამენტსაც ჭირდება, ალბათ, თუნდაც აი რაც თქვენ ბრძანეთ, გარკვეული, ასე ვთქვათ, მასზე ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, ცუდი შეხედულებების, რომლებიც მე ვთვლი, რომ უსაფუძველოა, მაგრამ ვიღაცა მაინც თვლის, რომ ამას რაღაც საფუძველი გააჩნია, ამიტომ განახლებული პარლამენტი, მე ვფიქრობ, იმუშავებს უფრო კარგად, ვიდრე იმუშავებდა ძველი სახეებით დაკომპლექტებული. მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს სახეები, რომლებიც არიან ახლები, არიან წარმატებული ადამიანები და მათ, ასე ვთქვათ, ბატონო, გასაგებია, ბატონო ქიარონიშვილი შეიძლება იყოს წარმატებული მსახიობი, მაგრამ საზოგადოებისთვის გაუგებარია, როგორ ან რატომ უნდა იყოს ის თქვენი სიის მესამე ნომერი? მე ასე ვთქვათ, ესეთი გაუგებარი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანის მესამე ნომერი წარმოდგენა, ვინაიდან ეხლა პოლიტიკა არ არის პროფესია, ხო? რაღაც მომენტში ადამიანი გრძნობს, რომ შეუძლია, ასე ვთქვათ, ემსახუროს, შეუძლია და უნდა რომ ემსახუროს თავის ქვეყანას, სწორედ აი ამ მიმართულებით და ის გრძნობს საკუთარ ძალებს ამ საქმეში. ჩვენ ასე ვთქვათ, ტრადიციული პოლიტიკური სკოლა არ გაგვაჩნია. ორგანოში, კანონში მაინც უნდა ერკვეოდნენ დეპუტატები, ბატონო გივი. და რატო ხარ თქვენ დარწმუნებული, რომ ახლა გიაროინიშვილი არის მსახიობი, ის არ ერკვევა კანონში? იმედი კარგად გაერკვევა. დარწმუნებული ვარ ამაში. აქ იყო საუბარი იმაზე, თქვათ, რით შეიძლება ჯობდეს ბატონი გიაროინიშვილი, ბატონ გიგა ბოკერია საკანონმდებლო ორგანოში, რახან თქვენ გადაწყვეტეთ, რომ განაახლოთ თქვენი სია, განაახლეთ უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ამაზე ჩვენ ხა ნამდვილად ესე არ ვაყენებთ საკითხს, ვინ ვიჯობია ამ შემთხვევაში გიგა ბოკერია წავიდა იქ, გიგა ბოკერია წავიდა იქ, სადაც გააკეთებს ძალიან ბევრ საქმეს. დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გიგა არის მოადგილე და დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებს ძალიან ბევრ საქმეს და აკეთებს უკვე აი ამ რთულ სიტუაციაში. ამიტომ ესე ვერ ვიტყვით, რომ თქვა გიგა ჯობია თუ გიაროინიშვილი. ესე არა. გიაროინიშვილი თავის საქმეს გააკეთებს, გიგა ბოკერია გააკეთებს თავის საქმეს. ყველას აქვს საშუალება საქმის კეთების. მაჟორიტარების დიდი ნაწილი, რახან თქვენ გააწყვეტეთ, რომ უნდა იყვნენ ბიზნესმენები. რა გარანტიები არსებობს იმისა, რომ ეს ბიზნესმენები არ დაიწყებენ საკუთარი ბიზნესის ლობირებას მმართველი პარტიის დახმარებით? პირველ რიგში აქ ჯერ ისევ ჩვენ
გამოურიცხავთ, ვიცნობთ რა ამ ადამიანებს, რომ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ. ბატონო ირაკლი ოქროასულსაც კარგად კი ბატონო, ამ შემთხვევაში ჩვენ შემიძლია გავახსენოთ მაგალითი წინა პარლამენტის, სადაც 3 თუ 4 დეპუტატი ზუსტად არ მახსოვს, ახლა ჩვენივე გუნდის წარსდგა კანონის წინაშე მოეხსნა მას იმუნიტეტი და აგეს პასუხი ისევე როგორც მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონო გელაშვილი იყო ოპოზიციონერი და ეს იყო თქვენს პოლიტიკურ ინტერესებში, რაც შეეხება ბექაურის პარლამენტიდან წასვლა დიდ პოლიტიკურ სკანდალს მოყვა. იყო ასევე სხვა ადამიანები როგორ არ იყო გეიჭაძე და ეს ორი ადამიანი ბატონ გივი რაც შეეხება იმას რომ თქვენ იმედიანად ხართ განწყობილი რომ ეს ადამიანები არ დაიწყებენ თავის ბიზნეს ინტერესების ლობირებას ასეთივე იმედით შეხვდა თავის დროზე მაშინ მოქალაქეთა კავშირი ლევან გაჩეჩილაძესა და დავით გამყრელიძეს მაშინ ისინი იმედის მომცემი ახალი სახეები იყვნენ თუმცა რამდენიმე წელიწადში ოლიგარქებად მონათლეს რა გარანტიები არსებობს რა უზრუნველყოფს იმ გარანტიებს ჩვენი კითხვა არის ამაში რომ ეს ადამიანები პარლამენტში მოსვლის შემდეგ თავისი წარმატებული ბიზნესის ლობირებას არ დაიწყებენ პირველ რიგში განსხვავება აქ არის აშკარად ახლა მე თვითონ ჟურნალისტური გამოძიებიდან ვარ მოსული მომიხსენებად და ამიტომ ვერ ვიტყვი რომ თქვა გამყრელიზე ვინმე მონათლა ოლიგარქად ის იყო ოლიგარქი იმიტომ რომ სარგებლობდა თავის დროზე არავის არ გახსენებია სხვათა შორის არც მიხეილ სააკაშვილს როდესაც მან გააგრძელა ეს ოლიგარქიული საქმიანობა იმ პარლამენტში რომელშიც მოვიდა თუ იყო მაშინ უნდა გაჩენოდა პრეტენზია ბატონ მიხეილს ბატონ გივი მაშინვე არ იყო ხო ბუნებრივია რომ რაღაცა ეტაპზე დაიწყო არა თქვენ თქვით რომ გააგრძელა რაღაცა ეტაპზე დაიწყო მან ასე ვთქვათ კახათ არგამაძესთან წყვილში მონოპოლიის შექმნა ერთ სეგმენტში და სარგებლობდა ამიტომ ის იყო ოლიგარქი ნამდვილად ეს შემიძლია დავადასტუროს აძგნებავთ რომ ალდაგი მაშინ იმყოფებოდა ოლიგარქიულ ასე ვთქვათ მონოპოლიურ მდგომარეობაში სარგებლობდა მაშინ და არ იცოდით ამის შესახებ აი მანამდე არ იყო ეს მე მაშინ ჩამოყალიბდა ეს წყვილი ასე რომ საკამათოა ძალიან კარგად მახსოვს ჩემი გამოძიებები ამიტომ არ არის ნამდვილად ბატონო გარდა იმისა რომ თქვენ მაგრამ ეს არ არც ერთი ასე ვთქვათ ის ბიზნესმენი რომელიც ახლა არის ჩვენთან სიაში არ არის ასე ვთქვათ არც გაბიზნესმენებული და არც წარმატებული იმის გამო რომ სარგებლობდა ხელისუფლებისგან რაიმე პრივილეგიით მათ თავად მიაღწიეს რომ ამ ბიზნესმენებს ახლა ჭირდებათ ეს გარანტიები და ახლა ჭირდებათ მე მგონი ეხლა უკვე ისინი არიან ძალიან წარმატებულ მდგომარეობაში ამიტომ რაღაც დამატებით მათ რაში უნდა ჭირდებოდეთ თქვა ბიზნეს ყოველთვის ჭირდება დამატებით გაფართოება ყოველთვის შეიძლება უფრო მეტად ვიდრე არის კონკრეტულ შემთხვევაში ახლა რამდენიც გნებოთ ვილაპარაკო წინასწარ მე ვერ დავამტკიცებ ამას ხო აღდგომა და ხვალეო მაგრამ ჩვენ ამიტომ ვამბობთ რა გარანტიები ამიტომ ბატონ გივი ჩვენი კითხვა სწორედ ეს არის რა გარანტიები არსებობს იმის ანუ გარანტიები არ არსებობს როგორც ჩანს გარდა იმისა რომ გარანტიები არსებობს გარანტიები არის რომ ენდობით თქვენ მაგალითად არ მხოლოდ ენდობით არამედ არსებობს კანონი და ამ კანონს უმუშავე ძალიან ბევრჯერ უკვე როგორც თქვი არ არის ესე ბატონი გელაშვილი მხოლოდ მე გვარს ვერ ვიხსენებ უბრალოდ ფირმა ჰერმესის ხელმძღვანელი ყოფილი რომელიც იყო დეპუტატი ჩვენი გუნდის წევრი ასევე იხდის ეხლა საჯელს არ არის ერთეულოვანი შემთხვევები ყოველთვის ესე იყო ჩვენთან და არა მხოლოდ დეპუტატების მაგალითზე შეიძლება ამის გახსენება ამიტომ ეს არის საბოლოო გარანტია ეს არის ბუნებრივია მაგრამ ეს ხალხი ნამდვილად ვიცით ჩვენ ისთვის მოდის პარლამენტში მოდის იმისათვის რომ როგორც შექმნეს აქამდე ბევრი სამუშაო ადგილი ეხლა ეს კიდე ეს ასე ვთქვათ გადმოგცენ ეს გამოცდილება და უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნან ზოგადად ქვეყანაში და არა მხოლოდ თავის ბიზნესის ვიწრო სეგმენტში და ეს არის მათი ფასეულობა პირველ რიგში ჩვენ სიაში ისინი დაგვეხმარებიან სამუშაო ადგილების შექმნაში დაგვეხმარებიან იმიტომ რომ მათ აქვს გამოცდილება და ისინი ბიზნესში დარჩებიან თუ გამოცდილების გაზიარება რას ნიშნავს გამოცდილების გაზიარება ნიშნავს იმას რომ შექმნან სისტემა ისეთი შექმნან ისეთი პირობები რომ განვითარდეს სხვადასხვა მიმართულება ბიზნესი სადაც შეიძლება კანონმდებლობა ეს იმისათვის რომ ბიზნესი განვითარდეს და ბიზნესმენების მოყვანა არ უნდა გჭირდებოდეთ საკანონმდებლო ორგანოში ესეთი გარანტიები შეიქმნას აღარ არის ბიზნესმენი ეს არის კანონმდებლობა რომელიც დაივიწყებთ თვითონ დაივიწყებთ რა თქმა უნდა დაივიწყებენ და მათ ექნებათ გამოცდილება სწორედ საკმარისი იმისათვის რომ ეს მიმართულება გააღრმავონ ამაში დარწმუნებული რა თქმა
ბატონ ლევან, უკაცრავად, ბატნიგი ლევან თარხნიშვილზე მინდოდა დამისო შეკითხვა და ამიტომ შემეშალა. ეს იყო ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. რატომ რჩება ეს ადამიანი ისევ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ? თავის დასკვნაში ეუთოც უსვავდა ამას ხას არა ორგანიზებულად და ქაოსურად ჩატარდა არჩევნები. ახლა არა, ყოველ შემთხვევაში იქ ეუთოს დასკვნაში ნამდვილად არ იყო მიღებული პასუხისმგებლობის საკითხი ლევან თარხნიშვილის, ესე არ იყო. რაც შეეხება იმას, ეს იყო ერთ-ერთი მრავალთაგანი მოთხოვნა ოპოზიციისა, ერთ-ერთი კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც იყო მიმართულება იქით, რომ რამოდენიმე საკითხი ჩვენ აგვიღო, რომელსაც მოვაგვარებდით, ისე როგორც მოვაგვარეთ სხვა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან დაკავშირებით, მივახციეთ კონსენსუსს და ამ შემდეგ. ესეც იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეიძლებოდა, რომ ესეთი კონსენსუსის გზით გადაწყვეტილიყო, მაგრამ სწორედ ამ მომენტში ოპოზიციამ წამოაყენა კიდე ძალიან ბევრი სხვადასხვა მოთხოვნა, როდესაც იყო ასე ვთქვათ, ამ მიმართულების გამყარება საჭირო კენჭისყრით, ისინი ამ კენჭისყრაზე არ გამოცხადდნენ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც აქვს თქვენს ხელისუფლებას, ეს არის საზოგადოების უნდობლობა არჩევნების მიმართ, რაც არის პრინციპში საფუძველი იმის, რომ ამტკიცონ, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია. რატომ ვერ გადალახეთ ეს პრობლემა, თუნდაც ბატონი თარხნიშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების გზით? მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის საზოგადოების დიდი უნდობლობა, იმიტომ რომ არჩევნების შემდგომ სიტუაციამ ჩვენ ეს ვერ ვანახავთ. იმიტომ რომ უმეტესობამ ვინც მიცა ხმა იყო დარჩა ასე ვთქვათ კმაყოფილი, იმიტომ რომ მისი ხმა იყო მიცემული და არც ერთ პოლიტიკურ ოპონენტს არ უღიარებია თქვენი გამარჯვება და თავისი დამარცხება. ამწუხაროდ მე არ ვთვლი, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წარმოადგენენ საზოგადოების დიდ ნაწილს და იმედი მაქვს, რომ ეს დადასტურდება ეხლა მომავალ არჩევნებზე. მათ უკან ამომრჩევლებით განა, რომლებიც იგივე იზიარებენ, იგივე შეხედულება. ვერ ვიტყვი, რომ ყველა იზიარებენ, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ არ გამოჩნდა ესე კარგად და დარწმუნებული ვარ, რომ მას მე რა ჩვენ შევასწორეთ ბევრი ხარვეზი, ეხლა ეხანდელი არჩევნების შედეგები იქნება მიღებული კიდევ მოდით ამაზე ვისაუბროთ. შვიდად, მაგრამ არა ოპოზიციურ სპექტრის მიერ, იმიტომ რომ ეს სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ მთელი ოპოზიციური უდიდესი ნაწილის აბსოლუტური უმრავლესობის ასე ვთქვათ კამპანია გნებავთ ეხანდელი არის აბსოლუტურად კონტრადიქტიული. ხო არ არის ლაპარაკი იმაზე. თქვენ და მინდობების რაღაც გარკვეულ ხარისხს. მე არ ვთვლი, რომ ლევან თარხნიშვილმა რაიმე ესეთი შეცდომა გაუშვა, რის გამოც თანახმა იყავით ჩვენ ვიყავით იმაზე თანახმა, რომ თუ შედგებოდა პოლიტიკური კონსენსუსი და ასე ვთქვათ, ეს მოაწესრიგებდა ურთიერთობებს იგივე ოპოზიციასთან, ჩვენსაც ჩვენ ვიყავით თანახმა მართლაც კონსენსუსით შეგვეცვალა ეს პიროვნება, არა იმიტომ რომ მან რაღაც დააშავა, არამედ სწორედ იმისათვის, რომ ნორმალური პოლიტიკური გარემო ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ პრაქტიკულად ამაზე თქვა უარი თვითონ ოპოზიციამ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც ეს საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო, მათ დააყენეს სხვა საკითხები, მათ ისინი არ გამოცხადდნენ კენჭისყრაზე. პრაქტიკულად თვითონ თქვენს უარი. მიგიღოთ ეს გადაწყვეტილება. თქვენ ამ შემთხვევაში საუბარობთ დონის აღდგენაზე, არა ოპოზიციის თვალში, არამედ მოსახლეობის თვალში, ხო? მოსახლეობის თვალში მე არ ვთვლი, რომ ლევან თარხნიშვილი არის ის ფიგურა, რომელმაც რაიმე დააშავა. არა, ამ შემთხვევაში არჩევნების მიმართ დონაზე ვსაუბრობთ ჩვენ და რა გაკეთდა? მაშინ მოდი ასე დავსვათ საკითხი. რა გაკეთდა 5 იანვრის შემდეგ იმისათვის, რომ დობა დაბრუნებულიყო არჩევნების მიმართ საქართველოს მოსახლეობაში, ამომრჩეველში? რა გააკეთეთ? კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიგდა? ხარვეზები რაც იყო მითითებული იგივე ეუთოს დასკვნაში, უმეტესობა არის გამოსწორებული და თუ არ არის გამოსწორებული ეს ამარჩევნებში გამოჩნდება. არის ახალი შუალედური დასკვნები, სადაც წერია, რომ საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე შეზღუდვები არ განისაზღვრა მკაფიოდ და ეს რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად, რომ საარჩევნო უბნების ვიდეო ჩანაწერებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, ოპოზიცია კვლავაც არასაკმარისად არის წარმოდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიების მმართველ პოზიციებზე. არსებობს შუალედური დასკვნები საერთაშორისო ორგანიზაციების. ჩვენ სხვა გვხვდება, რომ ჩვენ კონტრარგუმენტები წარმოადგენთ მანამ
მაგალითად საჯარო სანამ საბოლოო დასკვნები იქნება გაკეთებული და იგივე ვთქვათ კამერების მასალის შეზღუდვასთან დაკავშირებით მე ვერ დავეთანხმები პირიქით არის უფრო ასე ვთქვათ დაზუსტებული პროცედურები რომლებიც არ არის შემოფერხებელი ამ შემთხვევაში და უფრო ემსახურება იმას რომ ეს იყოს არა რაღაც ქაოტური ყველაფრის ნახვის სურვილი რომელიც რეალურად განუხორციელებელი არამედ იყოს კონკრეტულ დარღვევების ნახვის შესაძლებლობაზე ლაპარაკი და ეს შესაძლებლობა არსებობს რაც შეეხება ამ დასკვნას, რომ სარეგისტრაციო პროცესი, რომელიც იყო საერთო ჯამში გამჭვირვალე დაჩრდილა ნაციონალური მოძრაობის მმართველი პარტიის ერთიანული ნაციონალური მოძრაობის მიერ სიის წარდგენის პროცედურამ, ესეც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაა და ეს არ არის თქვენი ოპონენტების. ეს არის პირველადი შეფასებები, რომლებიც არის გაკეთებული სწორედ ჩვენი ოპონენტების მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით და ბუნებრივია მას საბოლოო დასკვნებში მე იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი ესე ერთ სახით არ მოხდება იმიტომ რომ ფაქტი რა მოხდა მე მაინც ვერაფერს ბოლომდე ვერ გავიგე იმიტომ რომ რა ფაქტი მოხდა ფაქტი რაც მოხდა ეხლა ვიტყვით ფაქტი მოხდა რომ ოპოზიციას ჰქონდა იქ რაღაც ალყა ლაპარაკობდნენ რომ რაღაც უკნიდან შეაქვთ ესეა თუ წინიდან და ამ შემდეგ ეს ალყა ჰქონდათ მართლა და ალყის შემდგომ შევიდა და ნახეს რომ სია მაინც იქ იყო. ანუ სია იქ იყო. ფაქტი იყო რომ ფაქტი ხო იმეილებით გადაგზავნილი სია ხო? ანუ რეალურად სია იქ იყო აჟიოტაჟი იყო შექმნილი არაფერი გამო. ხო თუმცა იმიტომ ატყდა აჟიოტაჟი რომ არავის არ აჩვენეს ეს სია და ეს იყო თუმცა განმდებობით არ იყო განსაზღვრული რომ აუცილებლად უნდა ეჩვენებინათ ხო? და მას შემდეგ რაც ზუსტად მას შემდეგ რაც ახლა გასაგები რომ ეს აჟიოტაჟი იქნება არაფრისგან და უბრალოდ მას მე იქნა გადაწყვეტილება მიღებული რომ ეჩვენებინათ ეს სია კი ბატონო და პრობლემა არ იყო რაც თორე ფაქტია რომ სია იქ იყო ეს არის ფაქტი და ფაქტია რომ მიუხედავად იმისა რომ სია იქ იყო ეს აჟიოტაჟი მაინც იქნებოდა უბრალოდ აჟიოტაჟი ეს აჟიოტაჟი გამოიწვია ნინო ბურჯანაძის განცხადებამ ფაქტია რომ ცაიტნოტში აღმოჩნდა მმართველი პარტია თქვენ განახლებაზე ხო მოხერხდა როგორ მოხერხდა სწორედ ამაზე საუბრობთ როგორც მოხერხდა იქ იყო ეს სია ამიტომ ეს არის თითქოს გამოწვეული სია თავის დროზე როცა მოითხოვეს არაჩვენეს ბატონგივი და ეს იყო ფაქტი მოდით ამას ვერ შევცვლით და ეს იყო ეჭვების საფუძველი მაგრამ შეგვიძლია ჩვეულებრივ ჩავიხედოთ საარჩევნო კოდექსში და ნახოთ რომ არ არსებობდა ვალდებულება ამ სიების გახსნის იმავე წუთში. ნინო ბურჯანაძის თემაზე გადავიდეთ. თქვენ თქვით რომ განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნინო ბურჯანაძემ თავის გამოშვებაში ახსენა რომ ისიც ესეთივე მიდგომის მომხრეა, რომ მას უნდოდა სიის განახლება და ამის საშუალება არ მისცეს. არ ამ ხნის განმავლობაში არც მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენელს, არც ნინო ბურჯანაძეს არ აუხსნია, რატომ გადადგა მან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გითხარით? მე მგონი ქალბატონ ნინომ ახსნა ეს და ახსნა რომ განახლება უნდოდა სიის ვერ მოხდა შეთანხმება სიასთან დაკავშირებით. ვინ უნდა დავაზუსტოთ? თქვენ გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანია. კვოტასთან დაკავშირებით ქალბატონ ნინოსი ამ სიაში, ამიტომ ხა პოლიტიკურ ზალაში ბუნებრივია, მე მგონი თქვენ ხედავთ სხვა პოლიტიკურ პარტიებში უფრო მეტად არის ალბათ ეს გადაღებული პარტიებში ერთ სიაზე შეთანხმება და ძალიან უცნაურია რომ ნინო ბურჯანაძემ და მიხეილ სააკაშვილმა რომლებმაც გამოიარეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები მათ ვერ შეძლეს სიაზე შეთანხმება ეს არის ძალიან უცნაური რამ არალოგიკური არალოგიკური აქ არაფერი არ არის ეს მაინც წამყვანი ძალა ამ პოლიტიკურ ერთობაში იყო ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ადრეც და ბოლომდეც და ამიტომ ასე ვთქვათ იმ ადამიანების ხარჯზე ახალი ხალხის მოყვანა ვინც მართლა ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ასე ვთქვათ ვიყოთ დღეს იქ სადაც ვართ და ეს ადამიანები მე მგონი რომ გიგაბოკერია და ეს არ არის სიაში. აბა ვის ხარჯი ხდება? მაშინ თქვენ ესე მოვიყვეთ რომ რატო არის წარმოდგენა ესეთი რომ ხელისუფლებაში რო იყო წარმოდგენილი აუცილებლად უნდა იყოს სიაში ეს არ მესმის. გიგაბოკერია სადაც არის თქვენ როგორ ფიქრობთ? აი პირადად თქვენ სადაც არის გიგაბოკერია გააკეთებს ბევრ გასაკეთებელს ამ ქვეყნისთვის თუ ვერა? არა, ჩვენ უბრალოდ კითხვა გვაქვს, რატომ რომელიც ნიდა ამინს საკანონმდებლო ორგანოში 4 წლის განმავლობაში ძალიან გვიკვირს. ყველას გვიკვირს რატომ არ არის სიაში. და ეხლა ჩაითვალა ამ ეხლა ვის შექმნის ამინს ბატონგივი? სიტუაცია ჩვენ ხედავთ ხო ეხლა როგორია? და ყველაზე დიდი ბრძოლა ეხლა
იმის პარალელურად, რასაც ჩვენ სოციალურ საკითხებში ვაკეთებთ, ყველაზე დიდი ბრძოლა გვაქვს დიპლომატიურ არენაზე, ხო, ეხლა. და ამიტომ აქ გიგაბოკერიას როგორც ენერგიული ადამიანის გამოჩენა არავის არ უნდა უკვირდეს, მე მგონი. მაშინ კვოტას დაუბრუნდეთ, ნინო ბურჯანაძის კვოტას. თქვენ თქვით, რომ კვოტაზე ვერ მოხდა შეთანხმება და ვიღაც ადამიანების ხარჯზე ნინო ბურჯანაძეს არ მიეცემოდა ეს კვოტა, როგორც გავიგეთ. ვინ ადამიანების ხარჯზე ვისი მოყვანა უნდა და ნინო ბურჯანაძეს ძალიან გთხოვთ დაგვიკონკრეტეთ. არა, ბუნებრივია, მე ხარ არ ვაპირებ აქ ძალიან დეტალურად ამ საკითხებზე ლაპარაკს, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იმ კურსს, რომელიც გვაქვს ჩვენ დღეს და რომელიც ძირითადი მიმართულებაც არის სიღარიბესთან ბრძოლა და სამუშაო ადგილების შექმნა. ნინო ბურჯანაძის კვოტა ამას ვერ გაართმევდა თავს? ეს ადამიანები უფრო გაართმევენ თავს, ვინც არიან დღეს წარმოდგენილი სიაში. ეს არის დეტალები, რომლებიც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის გამოც ნინო ბურჯანაძე არა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის გამო ნინო ბურჯანაძე პირველი ნომერი ნაციონალურ მოძრაობის სიაში წავიდა ამ სიიდან. ეს აღარ არის უკვე დეტალები, ეს არის მნიშვნელოვანი რამ, რამაც განაპირობა ძალიან მნიშვნელოვანი წავიდა სიიდან, ის დარჩა ხელისუფლებაში. მე მგონი ხედავთ, რომ ამ ასე ვთქვათ, საკვანძო საკითხების განხილვა როცა არის, ალბათ ნინო ყველგან მონაწილეობს და ძალიან აქტიურად და ძალიან მნიშვნელოვნად ჩვენთვის ამ საკითხების გადაწყვეტაში და ამიტომ აქ ტრაგიკული არაფერი არ მოხდა. მან გააკეთა თავისი არჩევანი და ის თulis ბუნებრივია, რომ პოლიტიკურად ეს იყოს სწორი. ბატონო, თქვენ თვლით, რომ არ შეიძლება ნინო ბურჯანაძე გახდეს თქვენი პოლიტიკური ოპონენტი? მე ვერ გეტყვით ახლა ზუსტად, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, მათ შორის მისივე განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც მან გააკეთა, რომ რაღაც მწვავე დაპირისპირებაში ეს ყველაფერი არ გადაიზრდება. შეიძლება და ეს ბუნებრივი იქნება, თქვათ, მას კონდეს რაღაც საკითხებზე განსხვავებული პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მისივე სიტყვებზე დაყრდნობით შემიძლია თქვა, რომ ის მწვავე ოპოზიციონერად. იგივე საცხადებდა ოქროაშვილი ბატონგები თავის დროზე და ის ამბობდა, რომ მისი სული და გული რჩებოდა არმიაში და მისი სული და გული. მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ოქროაშვილი მას არ გაუკეთებია არც ერთი პოლიტიკური განცხადება წასვლისას, არც ერთი კრიტიკა ხელისუფლების მისამართით. ხელისუფლებიდან წასვლისას, ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან წასვლისას არ გაუკეთებია არც ერთი კრიტიკული განცხადება ხელისუფლების მისამართით. და თქვენ მიიღეთ ყველაზე სერიოზული პოლიტიკური ოპონენტი ბოლო წლების განმავლობაში. ბატონი ირაკლი არის დღეს რაიმე სახით სერიოზული ოპონენტი. იყო ადამიანი, რომელმაც ააგორა საპროტესტო. ის იყო ადამიანი, რომელმაც მოიტანა შვიდი ნოემბერი ბატონგივი. ის იყო ადამიანი, რომელმაც დაუშვა იმ ხელა შეცდომა, რომ ესე გასათამაშებელ კარტად გამოაყენებინა თავი ზოგიერთ ადამიანებს, ეს მისი არჩევანი იყო და დღეს ის არის ალბათ ყველაზე ნულოვანი პოლიტიკური ფიგურა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, იმიტომ რომ ქართული ხალხი ზუსტად ხედავს ბატონგივი, რომ თქვენი გუნდის წევრი უახლოესი ადამიანი პრეზიდენტის გახდა პოლიტიკური ოპონენტი, ასევე ძალიან ახლო და ძალიან სტრატეგიული პოლიტიკური მოკავშირე იყო ნინო ბურჯანაძე, თქვენი გუნდის, ანუ ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ გამორიცხული არაფერი. მე ვერ ვიტყვი ამას ახლა წარსულ ხარისხში, იმიტომ რომ ის არის დღესაც ყველაზე ახლო პოლიტიკური მოკავშირე და არის გუნდის ნაწილი, იმიტომ რომ არის ხელისუფლების ნაწილი დღესაც და ყველა მნიშვნელოვან საკითხში ჩვენ გვაქვს იდენტური. გავიგეთ თქვენი პოზიცია. რაც შეეხება ოქროაშვილს, საფრანგეთის მთავრობამ თავშესაფარი მისცა ირაკლი ოქროაშვილს, რატომ ვერ დაამტკიცა საქართველოს პროკურატურამ, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი, რომ მას აქვს დანაშაული კონკრეტული და მაქინაციებში აბრალდებული, ეს არგუმენტები, ეს მტკიცებულებები იყო სუსტი? რატომ ვერ დაამტკიცეთ? ჩვენ არ ვთქვით, ბუნებრივია, რომ იყო სუსტი, იქ იყო მიღებული გადაწყვეტილება პრაქტიკულად ისე, რომ ეს მტკიცებულებები არც იყო განხილული, ამიტომ ვერ ვიტყვით, ეს სუსტი იყო თუ რატომ პოლიტიკური თავშესაფარი ბატონგივი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არსებობს ჯერ კიდევ ევროპაში ისეთი ქვეყნები, რომელთაც ზუსტად არ ესმით სიტუაცია ბოლომდე ქართული რეალობა დღეს და უნდა გავიხსენოთ ალბათ ის, რომ ეს იგივე ქვეყანაა, რომელმაც უარი უთხრა ერთ-ერთი, რომელმაც უარი უთხრა საქართველოს დღეს მაპის მიღებაზე. ზოგადად იქაც იგივე არგუმენტი შეიძლება ვთქვათ, რატო უთხრა უარი, ხო? იმიტომ რომ ბოლომდე ვერ გაიგო ჩვენი არგუმენტები მაპთან მიმართებაში და ამ დროს ჩვენ რა არგუმენტაციითაც ვაპელირებდით, რომ ეხლავე
ჯობდა მაპის მოცემა, ყველაფერი გამართა და დღეს იგივე გერმანული პრესაც და ფრანგულიც ამას ადასტურებს, რომ ის რასაც ეუბნებოდა სააკაშვილი ფრანგებს, გერმანელებს, მაშინ ის ყველაფერი გაცხადდა. მაგრამ მათ ბევრი კონტრარგუმენტი ჰქონდათ, ბატონ გივი, იგივე რუსეთის სახით, მაგრამ ოქროშვილის შემთხვევაში რომ დაუბრუნდეთ, რა იყო კონტრარგუმენტი? რის გამო მისცა მას პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთის მთავრობა? მათ შორის იქ იყო განმარტება ეგ არ ყოფილა ესეთი ფართო და ამიტომ არ ვიცი. და ეს არ არის თქვენთვის პრობლემა, ეს არაფერზე არ მიანიშნებს? თავისთავად პრობლემა არ არის ის, რომ პრობლემა არა, ხა სამწუხაროა ის, რომ ჩვენი არგუმენტაცია არ იქნა მიღებული, ეს სამწუხაროა, მაგრამ მოგითხრათ, რომ ხა ესეთი პრობლემა არა, ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონო გივი, ეს არის მსჯელობა არის იმაზე, არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი, იქნებოდა თუ არა პოლიტიკური პატიმარი ირაკლი ოქროაშვილი. ამაზე აქვს მსჯელობა და არა იმაზე არა სხვა საკითხებზე. ყავს თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი თუ არა? პოლიტიკური პატიმარი ირაკლი ოქროაშვილი არ არის და ირაკლი ოქროაშვილი იყო, ნუ ახლა მთელი ამ ისტორიის მოყოლა არ მინდა ყველას ახსოვს, რომ ის გამოვიდა მშვიდად საქართველოს ტიხიდან და ასე მშვიდად დატოვა საქართველოს ტერიტორია. თქვენ გაუშვით სხვათა შორის. თქვენ მიეცით ამის ხელისუფლება მისცა ამის უფლება, რომ მას დაეტოვებინა საქართველოს. ის იმის გამო, რომ ის ითხოვდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხვებსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ბატონ გივი, მაგრამ ეს ადვილად არ რატო გონიათ, რომ ვისაც აქვს, რატო გონიათ, რომ არ უშვებენ სხვებს, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები? ვინ გაუშვებს? ფუგნებოთ სპეციალურ სტატისტიკას მოგიმზადებთ და მოგაწვით რამდენი ადამიანი მირცხულოს მაგალითად 3 წელი იყოს საავადმყოფოში და ამის გამო არ გაგიშვიათ საზღვარგარეთ კურორტებზე საკურნალოდ. ბატონ გივი, მოდით კიდევ ერთ ასპექტს შევეხოთ ოქროაშვილის ფაქტორის. გიგი თევზაძე სხვათა შორის თქვენი თანამოაზრე წერდა ოქროაშვილის დაპატიმრების შემდეგ, რომ ვერავინ დამარწმუნებს იმაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების რიგებში მხოლოდ 2 ადამიანი იყო ჩაბმული კორუფციაში. რეალური ნაბიჯი კორუფციის მიმართულებით გაამყარებს დობას ხელისუფლების მიმართ. ანუ ამით ამოიწურა მაღალ ეშელონებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა? ჩვენ ვამბობთ ძალიან, ეხლა თქვენ მომიყვანთ, ვიცი, წვრილი ჩინოვნიკების დეპუტატი საქართველოს პარლამენტის წვრილი ჩინოვნიკი არ არის გარწმუნებული. ეს იყო ადამიანი, რომელიც ჩვენ ვლაპარაკობთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სადაც ჰქონდათ ადამიანებს ძალიან დიდი ცდუნება და შესაძლებლობა იმისა, რომ ჩაბმული იყვნენ სხვილ კორუფციაში, როგორც ეს ოქროაშვილის შემთხვევაში მოხდა. ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებს საქართველოს პროკურატურა. ამის შემდეგ ყველას გაუჩნდა კითხვა, იქნებ სხვებმაც მოიპარეს მილიონები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით იმის გამო, რომ ეს ადამიანები არ გადასულან პოლიტიკურ ოპოზიციაში. ეს ამ ადამიანებმა უმაღლეს ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ამ წლების მანძილზე ის, რომ კორუფცია საქართველოში თითქმის ბოლომდე აღმოიფხვრა. ამიტომ უნებრივია, რომ ეს არ არის ხალხის თვითონ ჩაერთვება ხელისუფლებისგან. გიხსნით, ოქროაშვილი როგორც ამ გუნდის წევრი მოქმედი ასევე იყო ერთ-ერთი, რომელიც ებრძოდა კორუფციას ამ ქვეყანაში, მაგრამ მას შემდეგ, როგორც ჩანს, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც მან გადაწყვიტა, რომ დაპირისპირებოდა ამ ხელისუფლებას, მან გადაწყვიტა ასევე, რომ მოეხდინა, ასე ვთქვათ, მოეხმარებინა ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული სახელისუფლო ბერკეტი და მოეხდინა უზრუნველყოფა მისი მომავალი პოლიტიკური საქმიანობის. იმიტომ რომ ყველა ეს ფაქტები კორუფციული არის ბოლო თვეების მისი მინისტრად ყოფნის. ასე ვთქვათ, უფრო მარტივენით რო ვთქვა, ფული მოხსნა და გადაწყვიტა ამ ფულის დახარჯვა ამ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში. ეს მხოლოდ მას შემდეგ გაიგეთ, რაც ირაკლი ოქროაშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსულიყო. მას შემდეგ გააკეთა. ანკიტაშვილის შემდეგ, მას შემდეგ გაიგეთ, ის იყო სპიკერი პრეზიდენტის, როდესაც დააპატიმრეს ოქროაშვილის გამო. იქ იყო კონკრეტული ლეგიტიმური ეჭვი არ თქვენ არ გონიათ, რომ არ დარჩა კონკრეტულ ფაქტზე ლაპარაკი, ხო? კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც ოპერატიული მუშაობის შედეგად იქნა დადგენილი და როგორც კი იქნა დადგენილი, მაშინვე იყო მასზე მოხდა რეაგირება. თუ ჯეოსელის წილზეა იქ ლაპარაკი. ამიტომ ხა წინასწარ მაგაზე ეჭვი ვერ გქნებოდა, ბუნებრივია, რომ მომავალში ეს ხალხი ეს რაღაც გააკეთებდა. როგორც კი ეს ფაქტი იქნა აღმოჩენილი
თავმჯდომარე გამოცდილი ადამიანი, რომელიც წერდა ანატომიას, შევარდნაძის ხელისუფლების კორუფციის ძალიან ბევრ დოკუმენტზე მიგიწვდებოდათ ბატონო გიხე. დაუჯერებელია რომ თქვენ არ გქონოდათ ინფორმაცია. და თან მართლა ორი სიტყვა. და თან ოქროაშული კი არ გაუშვა ხელისუფლება მთავრობიდან, არამედ გადაიყვანა სხვა პოზიციაზე. ეს არის ან ერთ-ერთი ან შეცდომა, ისევ ოპოზიციის თინახილაშელი იყო მან და აქტიური ძირითადად მემახსოვრებს, ან შეცდომა, ან შეგნებული, ასე ვთქვათ, ინსინუაცია, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არ არის დობის ჯგუფის ფუნქციებში, არ შედის. დობის ჯგუფის ფუნქცია ამდენად შესაბამისობაში ხარჯვა დახურული მუხლებით, ბიუჯეტის დახურული მუხლებით განსაზღვრული თანხებისა, ასე ვთქვათ, მიზანშეწონილობასთან. ის არის და ეს ახლა ვერანაირ ექსპერტიზას დობის ჯგუფი ვერ ჩაატარებს იმისი, ვთქვათ, კონკრეტული კონტრაქტი სრულდება კორუფციულად თუ არა, ამისი მექანიზმი დობის ჯგუფს არ გააჩნია. ისევე როგორც არ აქვს ექსპერტიზა იმისი, ვთქვათ, შეძენილი ტყვია-წამალი ვარგისია თუ არა. ეს არ არის დობის ჯგუფის ფუნქციები. დობის ჯგუფის ფუნქციებში რაც იყო, ეს ყველაფერი იყო დაკმაყოფილებული და აქ არ იყო პრობლემა არც ერთი. ბატონ გივი, თქვენ პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი დაადანაშაულეთ ქვეყნის ღალატში. რატომ არ არიან ეს ადამიანები დასჯილები და თუ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან, მაშინ რატომ არ იხდით ბოდიშს? მოდით ესე ვთქვათ, რომ ყველას გახსოვთ ალბათ, რომ ბოლოს, ასე ვთქვათ, გარკვეულ ეტაპზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზოგადად, რომ შეჩერებულიყო ამ მიმართულებებით ყველანაირი გამოძიება და ასე შემდეგ საპროცესო მოქმედებები იმისათვის და ალბათ ეს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მე ცოტა მიჭირს ამისი თქმა, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც იყო იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, ეს არ გამოეყენებინათ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ეს არ გადაძდილიყო რაღაც მორიგ დაპირისპირების, სამოქალაქო დაპირისპირების საბაბად. ეს გადაწყვეტილება მაშინ იყო ყველა მხარის მიერ. დაადანაშაულეთ საქართველოს ყველა მხარის მიერ იყო მოწონებული. მე რაშიც დავადანაშაული ეხაც იმაზე ვარ, აბსოლუტურად. და არაგებას ფარე პროკურატურა. თუმცა ეკატერინაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის მოღალატეები დაისჯებიან. ეს იყო პირველი, რაც მე განაცხადა, როდესაც ის გახდა გენერალური პროკურორი. კიდევ ერთხელ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ზუსტად. არიან თუ არ არიან ეს ადამიანები? მიერ, რაც ზუსტად იმ კონსენსუსით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეზე ძიება შეჩერებულიყო და ეს მიმართულება დახურულიყო საერთოდ. ეს მოიწონა ყველა მხარემ. რაც შეეხება შეფასებას მე ესე ვთვლი, ის რაც მე მოусმინე, რაც მე მოусმინე, რაც მე ქვეყნის ხალხში უნდა დაისაჯოს. არა, იყო ასე ვთქვათ, ფორს-მაჟორული სიტუაცია ქვეყნისათვის და გახსოვთ ალბათ, რომ მაშინ იყო სხვადასხვა ეს კონსენსუსით მიღწეული სხვადასხვა შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ექსტრაორდინარული ნაბიჯები გადადგმულიყო იმისათვის, რომ დამცხრალიყო ეს დაპირისპირება და აქვე იყო ასე ვთქვათ, ეს არის მე რაც მოვისმინე, ჩემი ყურით. ხო? ის როდესაც ვთქვათ, ოყო გამსახურდია და ცოტნე გამსახურდია ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, რომ მიაწექით, ვერ მივაწექით და ასე შემდეგ. ჩემთვის მე ის ახსნა, რომ ეს თურმე ერთ წლით ადრე იყო და ზოგადად გამსახურდიას გადმოსვენებასთან დაკავშირებით ხდებოდა იქ ცალ-ცალკე შეხვედრები კონფიდენციალურ ბინაზე, ეს არ არის. მე ამის არ მჯერა. ბუნებრივია, იმის არ მჯერა, რომ შალვა ათელაშვილთან მთელი ეს ინფრასტრუქტურა დადის ყველა და თუნდაც მესამე მდივანი, როცა გირეკავს ახლა მე დარწმუნებული ვარ, არც თქვენთაგანი არც ერთი ესე არ დაელაპარაკება, ესე ანიბრატულად და ესე არ ჩავაბარებს რაღაცა ანგარიშს. ამიტომ ეს რაღაც პოლიტიკური შეფასების გასაკეთებლად ეს რაც მოვისმინე იყო საკმარისი აბსოლუტურად და მე გავაკეთე პოლიტიკური შეფასება. და მე ამისი უფლებაც მაქვს და კიდევ ერთხელ აბსოლუტურად ეხლაც იგივე შეფასებას ვაკეთებ. თქვენ იმედად ამ კონტექსტში სვავდით, როდესაც ვთქვათ, აი ბერჯერ მეუბნებიან, აი სულს ამოგიღებთ, სულს ამოვიღებთ იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელსაც ეხლა ვდგამთ, ქვეყნის გასაერთიანებლად, იგივე სიღარიბის დასაძლევად, იგივე სამუშაო ადგილების შესაქმნელად,
ეს სწორედ ემსახურება ამ სულის მოსპობას ბატონ გივი, საშუალების მოსპობას, რომ ესეთი რევანშისტული შესაძლებელი იყოს ამ ქვეყანაში. თქვენ რევანშისტულ კონტექსტში განიხილავდით იმედის მოღვაწეობასაც, თუმცა დღეს ოპოზიციის ერთი ნაწილი გადანაშაულებთ იმაში, რომ თქვენ გიორგი თარგამაძეს სატელიტური პარტია შეუქმენით. მე ერთად შემიძლია გავიხსენო, რომ გიორგი თარგამაძესთან ბოლო ნორმალური კონტაქტი მქონდა, როდესაც ის იბეროიზიაში მუშაობდა, მეც თანამშრომლობდი შეხვედრა გქონდათ სულ რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ტელეკომპანიის ეთერში და ზუსტად ამ დებატებმა ძალიან გააღვივა ეს ეჭვი, ბატონ გივი. მას მერე მინდა გითხრათ, იმდენად რადიკალურად სხვა მხარეს იდგა ყოველთვის გიორგი თარგამაძე. მიუხედავად იმისა, რის ჩემს სრული სეხნია, მეც გიორგი ვარ. იმდენად რადიკალურ მხარეზე მასთან დებატების სურვილიც არ გაგჩენიათ პირდაპირ ეთერში რამდენიმე კვირის წინ, ხო? დებატების სურვილი ასთან აბაშიძეც კი არაფერი გითხოვთ. ბატონ გივი, თქვენი დებატები ძალიან კარგად გავხსოვთ. ზედმეტი აბსოლუტურად. გოგა ხაინდრავასთან მაგალითად. ხელმა ქვეყანამ ზუსტად იცის ასლან აბაშიძესთან ურთიერთობა, გიორგი თარგამაძის და ბადრი პატარკაჩვილთან. ამიტომ აქ რაღაც დამატებაა, ზედმეტია, მე იქაც ვცდილობდი და აქაც სიამოვნებით თუ როგორც კი საშუალებას მომცემთ, გადავალ იმაზე, რომ ჩვენ რას ვაპირებთ, ჩვენ რის გაკეთებას ვაპირებთ ამ ხალხისთვის, ამაზე ველაპარაკეთ, თორე თავიდან მოვუყვე, ეხლა რაც ჩვენი როტიცია. ხაინდრავას, გიორგი თარგამაძის სხვა სტილში მიიღოს ეს დებატები. ხაინდრავას სხვა სტილში, ეხლა როდესაც ადამიანი უბრალოდ გეუზდელება, იმას პასუხი უნდა გასწერა, ესეა. ბატონ გივი, მოდით თქვენ თქვით, რომ ყველაფერს ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები არ დაგედანაშაულებინათ, ესეთი გადაწყვეტილება მიიღდა კონსენსუსის სახით. მაგრამ მაშინ ერთი კითხვა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ესეც იყო კონსენსუსის საგანი, რომ ის ადამიანები არ უნდა დასჯელიყვნენ, ვინც გადაამეტა 7 ნოემბერს კონკრეტული სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც გადაამატეს. არ ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ, ბატონ გივი. დაინტერესდეთ ალბათ. არა, ესე იგი მედია უნდა დაინტერესდეს, ესე იგი არ მოხდა. მედიას არ მიიღო ეთყობა ინფორმაცია თორე. ადმინისტრაციული საჟელი. ასე გითხარით, ერთი როგორ გონიათ, ეხლა მე კონკრეტულად რომელიმე ადმინისტრაციულ დაჟელი პოლიციელი სახელი და გვარი მახსოვს, ან თუნდაც მეორე მხარეს რომელიმე კონკრეტულად დაჟილი და მე გამოშვებული მომიტინგის გვარი ამის შესახებ ბატონ გივი, თქვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა მიიცნო ყველაფერი და ისინი ამბობენ ხოლმე მედიაში გაგეხმაურებინათ. არ საწყობთ. მე მგონი მე როგორც მაქვს თქვენთან იგივე გიგაბოკერიამს თქვა ეს და ამიტომ მე მეორე ვარ უკვე ვინც ვამბობდა. მე საგანგებო განცხადება არ და არ. მაშინ თუ ეს არის მაშინ ალბათ უკეთესი იქნება საზოგადოება უფრო უკეთესად, უფრო მეტი ინფორმაცია. ბატონო, მივიცეთ ერთად რეკომენდაცია, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა არიან დასჯილები 7 ნოემბრის დღეებში 7 ნოემბერს უფლებამოსილების გადამეტების გამო. თუმცა კიდევ ერთხელ იქაც იყო ზოგადად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ასე ვთქვათ, ძირითადი ნაწილი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდა იმ ადამიანებისა, ვთქვათ, მომიტინგეთა მხრიდან, რომლებიც კანონს აშკარად არ ღვევდნენ. გასაგებია, ეს იყო გივი თარგამაძე, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი.